მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევაგრძელოთ ბანელორდის თამაში, ესეც რიგით 10 ეპიზოდი და ეხლა გეტყვით რა სიტუაცია არის, ცოტა ცუდი ამბავით უნდა დავიწყოთ დღევანდელი ეპიზოდი. დაახლოებით 2 საათზე მეტია ვთამაშობ, თითქმის თავიდან ბოლომდე შევასუსტე სტურგია, აი განახებთ ამ ალყის მერე, ეხლა აღარ მინდა ალყა რომ მოხსნათ და თურმე ვიდეოს არ ვიწერდი, ამის გამო მეგიხდით ბოდის, აღარადოს აღარ გამეორდება კვირდები, არც ერთი ვიდეოს გადაღების დროს. მოკლედ როგორც ვამბობდი, ძალიან შევასუსტეთ სტურგია, აღარავინ აღარ დარჩა, პატარ-პატარა კლანები დარჩა და დარბიან აქეთ-იქით და სხვადასხვა ციხეებს ალყებს ურტყავენ მოკლედ და ჩემი ფეხები მაინც ვერაფერს ვერ აკეთებენ. ეს პენკანონი დარჩა და ერთი პატარა ციხესიმაგრე დარჩათ, რომელიც ჩემი იყო, ავიღე და ისევ დავკარქე. ხო, სახელი აღარ მახსოვს რა ქვია. უცებ ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი ალყა. კედლებს უნგრევ კატაპულტებს და ამბალისტებს დაუნგრევ ყველაფერს, მანამდე ჩემი კატაპულტების და ეს ტარანები აშენდება და ტრუპებს გავუშვებ, ამათ ამოხოცავ. 3705-ნი ვართ ფარტიში, საკმაოდ გავიზარდეთ, საკმაოდ ბევრნი ვართ უკვე და საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო ვართ, მოკლედ თავი და ბოლომდე ერთი სიტყვით საკმაოდ მოვიხოდეთ, ესე რომ ვთქვათ. ხო, აი მას ჰადანაც ციხესიმაგრე შემოარტყეს ალყა, რა თქმა უნდა. და მოკლედ ესე პატარ-პატარა კლანები თუ გაგვიტრაკებენ საქმე დანარჩენს, არავის აღარაფრის ტრაკი აღარ აქვს და თვითონ მეფე თუ იჩალიჩებს რამეს. კომენტარი იყო ესეთი, რომ თავი არავის მოკვეთო, იმიტომ რომ იმ relationship-ი გიფუჭდება, მერე არა მარტო ერთი ქვეყნის წევრებთან, არამედ მთლიანი კლარდიის მაპზე ვინც ლორდია, ყველასთან ურთიერთობა გიფუჭდება, მათ შორის შენი ოჯახის წევრებთანაც. და ხო, ნამდვილად არ ვაპირებ ჯერჯერობით, სანამ კიდევ დაახლოებით 10 ლორდს არ გადმოვიბირებ, ან მაქსიმუმ 15-ს არ ვაპირებ, მოკლედ ჯერ არაფერს საერთოდ მინდა გითხრათ, არავის თავს არ მოვკვეთავ, მაგრამ მერე უკვე ცოტა სადისტის გავხდები უეჭველი. ხო, ეგ არის ტარანები ყველაფერი აშენდა, აქ დავანგრიეთ ყველაფერი, ტრუპები გავუშვათ. 253 კაცი მოგიკვდა, ეგ არაფერი. პრისონერები ავიყვანოთ ახლა. ლუთი მოდი დაუტოვოთ. ეგ არის სტურგიას ბოლო ქალაქიც წავართვით. ეხლა აქედან წავალ მე. ხო, აი ეს აუღიათ. აქ მივალ. ამას რა ქვია, ფლინტოლგის ციხესიმაგრეს დავიბრუნებ და შემდგომ მივარ აქ მაზჰადანას ციხესიმაგრეში და ამასაც ავიღებ უეჭველი. კაი, შემოვარდით ალყა, საჭმელი საერთოდ არა აქვთ, მორალიც ეცემა, აი აგერ როგორც ხედავთ. კედლებს ჩამოუღებ, თუ დანგრეული არ არის. ხო, არაჩვენებს, როგორც ჩანს კედლები დანგრეული არის. ხო, არაჩვენებს აშკარად, კედლები დანგრეული აქვს. ეხლა ბალისტებს ყველაფერს ავაშენებ მოკლედ, ტარანებს, რომ ბევრი ჯარისკაცი არ მომიკვდეს, ტრუპებს გავუშვებ უცბად და ეგ არის მოკლედ რა. ამ ციხესიმაგრესაც წავართმევ და დიდი ალბათობით თუ ის ვერ აიღეს, ხო, თუ ის ვერ აიღეს, უკვე მოგებული გვექნება, მაგრამ ნახეთ ეხლა მე რა მინდა. მე საერთოდ მოდი შევალ აქ. ბოლო ბრძოლა არის ვიკინგებთან და ბარემ ვიბრძოლებ. იმედია რამე აშენდა. შემოვედით. აი ასეთია ჩვენი პოლიარმი. აი მე მგონი მშვენიერია. ვიქილავებ ახლა პოლიარმით იდეალურად. ხო, კედლები ჩამონგრეულია ტრადიციულად, ეხლა შევარდეთ. იმედია შევიშვებეთ, ბიჭო, რა გავძვერი. მოდით აქ. ოჰოჰო, დაიწყო, მოდი თქვე არასწორებო. სულ 300-ნი ხარ დარჩენილი. თქვენ საწყლებო, მოდით აქ. ვა. აი, იქით გადავალ. ო. მოდით აქ თქვენი. ვა, გავიჭედეთ, ისდეთ. გავიჭედე, აუ, არ დაიბრიდო რა. წინაზეც ესე დავიბრიდე და ვერ გავტესტე ეს პოლიარმი. ნორმალურად. მე კი ვიცი როგორია, მაგრამ თქვენ ვერ განახეთ. ახ, ძალიან დიდია მეგობრებო. მეგონი ძალიან დიდია, ცოტა უნდა დავაპატარაო და იდეალური იქნება. ცხენა ჩამოვიდეთ, საერთოდ აღარ მინდა ცხენი. ასე შეძლება. ასე შევიდა ვაწოლეთ. შევისი ბიჭი ხარ. აჰ, ძალიან დიდი არის.
უნდა დავაპატარავ აშკარად. ცოტა პატარა და უკეთეს ხარისხში დაგრაფტული იქნება იდეალური, ესე ვფიქრობ. როგორ მიყვარს, როცა ანადგურებს შემოწინააღმდეგე. ნახევარზე მეტი არმია არ შემოსულა დააკვირდით უბრალოდ. აქ ესენი არიან მაქსიმუმ. მოდით აქ ბიჭო. აუ რაი, პოლიანი ხო არ გაგიჭო. აუ ტიერ ერთები მოუვინეს აეროთ. ცოტა გაშლილი ველზე რა, ესე მაბძოლეთ ან ნახეთ ერთი. ხო, ცოტა უნდა დავაპატარავ აშკარად ეს პოლიანი. და ვფიქრობ, მერე უფრო სწრაფიც იქნება და იდეალურიც. აი, ერთი წამი ბიჭებო, ერთი წამი, ახლა ნაჯახს ამოვიღებ. ამტელო თქვენ დედოფტენი. დავიბრიდე, ის არის არ გამართყად გიხოცები. ხო? ვაუ, სადამც და მომსდევთ? მოდით, სათითაო დებს გიტიე. ეცა ბომე პოლიარმი. რა იყო? მოდი რო არ მოვკვდეთ ეხლა და უინტერესო არ გავხადოთ დღევანდელი ეპიზოდი. უბრალოდ ეს ბრძოლა. ისრებით. ვენა მიხილე. აი, არაფერი, იზი გამარჯვება იქნება, იზიზე იზი. ეგ არის რა. Teoksmeti კაცი მოგვიკვდა მარტო. ტრუპები რო გამეშვა უფრო მეტი მომიკვდებოდა დარწმუნებული ვარ. ავიყვანოთ პრისონერები, არმია გავაძლიეროთ. და ეგ არის, ტურგია დავასრულეთ, ვიკინგები დავასრულეთ. ეს წარმართები აღარ არსებობენ დედამიწის ზურგზე, მხოლოდ პატარ-პატარა კლანები ღარჩებიან. ეგ არის. ტურგია ავაოხრეთ კლარდიის რუკიდან. აი, ეხლა განახებთ რა ლამაზად იწვის ტურგიას დროშა. ეს მხოლოდ, ანუ ეს რას ნიშნავს, ეხლა გეტყვით, ვინც არიცით. ომი გამომიცხადა ტურგიის, უკვე ყოფილი ტურგიის წევრებმა რა, პატარ-პატარა კლანებმა. აი ეგრე 1098 წელს გიორგი მე-13-მ დაასრულა ტურგიის მმართველობა კლარდიის რუკაზე. აი ეგრე. ნაგლათა. ეგ არის. ეხლა უცებ გადავხედავ დიპლომატიაში რა სიტუაციაა. ამასთან ომი არ გვინდა, ხუზაიტებთან ომი უნდათ. ამათან არ უნდათ, ბატანიასთან უნდათ სურთ ომი. ამათან არ უნდათ ომი, ასერაისთან უნდათ და ოლანდიასთან უნდათ. ხო, ასერაისთან, ხუზაიტებსაც მეუხდი, ხო, ეს დამავიწყდა მე თქვა რომ ხუზაიტები მეომებოდნენ და ზავი დაუდე, ხო. ასე რომ ხუზაიტებს მეუხდი ხარკს. ასერაისაც მეუხდი და ოლანდია მიხდი საკეთ. ოლანდიასთან 75%-ს უნდა ომი. ჩემთვის რომელი მოდი ახლა არმიას დავშილი უცბად. ცოტას მოიხოდებია. ჩემთვის უფრო რომელი მომგებიანი იქნება. მაგრამ ჯერ ამით მინდა რომ დავტყვე. აი ამ სიტუაციით რაც აქ არის. ვაკალათი დაგვიკარქავს. აი ესე ძველი ტურგიის ტერიტორია რაც იყო აი აქედან დაწყებული. მოდი ასე რომ ვნახოთ უფრო უკეთეს იქნება. აქედან დაწყებული აი აქ დამთავრებული. ტიალი იყოს, მოდი ტიალი ვთქვათ. ყველაფერი ჩვენს მართლობაში არის. ეხლა რა არის ჩვენი გეგმა? ესენი კი დაგვნებდებიან, ეხლა ეგზოშენი 77-ზე აქვს და პატარ-პატარა კლანები დარჩა როგორც თქვი. დიდი ალბათობით, რადგან ბატანიის ტერიტორიაზე ვარ შეჭრილები და ეს პენკანონი გვაქვს, რომელიც ტურგიას ეკუთვნოდა, ბატანია ომს გამოგვიცხადეს დიდი ალბათობით თავისთვის. ოლანდიამ არ ამგონია ომი დაგვიწყო, მაგრამ ესენი საკმაოდ მოიხოდნენ წართმეული ტერიტორიები, რაც ტურგიამ წაართვა, დაიბრუნა. ასე რა ეს აქეთ უხდით და სადღაც 20%-ია იმის შანსი, რომ თვითონ ომი გამოგვიცხადონ. თან რავი დაახლოებით 15 წუთი გქონდა და რაზიხზე ალყა და საერთოდ ვერ მოხსნეს. ხო, მოკლედ რა, ბატანია, ოლანდია და ხუზაიტები არიან ისე ცოტა საშიშები, რომ ომი გამოგვიცხადონ. ეხლა მე ვივლი, პრინციპში არც მჭირდება ბევრი. ყავს არმია. რაღაცა რეფორმებს გავატარებ, კანონებს მივიღებ მოკლედ და ომი რო დაიწყება დაგიბრუნდები. არის უცებ სანამ
ომი დაიწყებოდა, ეს მთავარი მისია შევასრულეთ. ყველას დავერლაპარაკეთ თითქმის და ეხლა სად მივდივართ? აი ეხლა აქ უნდა მივიდეთ, რომ ის დრაკონის ფრაგმენტი ვიპოვოთ და მოდი მანამდე მეც მოვიხოდები. და ძალიან დიდი ეპიზოდიც არ მგონია გამოვიდეს, არ ძალიან პატარა და მაგ დრაკონის ფრაგმენტსაც ვიპოვებ. მე მგონი 2 უნდა ვიპოვოთ და ბარემ ავაწყოთ მოდით ჩვენი დრაკონის დროშა ჩვენგან რა მიდის. შევასრულეთ. არმია გაგვიძლიერდა საკმაოდ. კარგია, ესეც ასწორებს. ნუთი მოდი დავუტოვოთ ჩვენ არმიას. და აი თურმე როგორ უნდა აეწყოს. დრაკონის ბანერი ავაწყეთ საქართველოს დროშით. იდეალურესია. ძალიან მაგარი ეპიზოდი გამოვიდა მეგობრებო და არ დაეშუროთ ლაიქები ამ ეპიზოდზე ძალიან მითხრით. სად არის? აგერ არის. ბანერს მე დავიჯერ. ნახეთ რა, იდეალურესია უბრალოდ. შვენიერი. ეხლა ნახეთ, ეს პოლიარმია აშკარად არ მომეწონა მე. მოდი აქ. ცოტას მოხოდავ ეხლა მე ჩემს ჯარისკაცებს. პრინციპში მოდი იმას დავიტოვებ, უყოდ უკეთეს გავაკეთებ. აი ეს პოლიარმი შენი იყოს. ეხლა რამდენი მყავს? ამის გარდა, მაგრამ ესეც მივათვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 და დიანა არის მე-9. აი ამაც უყველას მოხოდა მეგობრებო და ეგ არის რა. აი მოკლედ ვაგრძელებთ. მარუნად შემოვარტყი ალყა და ნახეთ ეხლა 194 კაცი არის დიფენდინგში ამ ქალაქის და დაახლოებით 2500-მდე
არმია დამადგა თავს. 2166-ის ჩვენ ვართ. ჩვენზე მეტნი არიან, მაგრამ აქ წავა სასაკლავ. ეს იქნება ყველაზე მაგარი ბრძოლა. ოკეი, ეს 2518 კაცი 2166 კაცის წინააღმდეგ. ნახოთ ფორტუნოვის მხარეს იქნება, შევიდეთ მოკლედ და დედ დაუტიროთ ამ არასწორებს. აუ, ეგ არის როგორც იქნა და ვამარცხეთ შემი. მოდი ვაფშე დავიჭერ ამათ და გავესაუბრები. იქნება და გადამოვიბირო რომელი. მე მგონი თვითონ მეფეს დავიჭირეთ. აი, ესე მოდით ჯიგრებო, მოდით, რამდენები ხართ. მოკლედ საერთოდ ვერავინ ვერ გადმოვიბირე. ერთი ორთან კი მქონდა მცდელობა, მაგრამ ვერც ეგენი ვერ გადმოვიბირე, დანარჩენმა ყველამ ბედნიერი ვართ ულანდიის სამეფოშიო. აი, მაგას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა ეს ჩვენი კუთვნილი პენკანონი უნდა დავიბრუნოთ ყველა პონჩი და ერთი წამი. ვაფშე გზემოდან რომ დავყვე. ერთი წამი. კაროჩე ამ პენკანონს ავიღებ უეჭველი. 46-ზე აქვს ეგზოშენი. სანამ ესენი ზავს შემომთავაზებენ, დავყვევი კაროჩე და აი ესე გავანადგურე მთლიანად. თუ მოვაზრე. მე მგონი ამ სამი ციხისიმაგრის აღებას მოვასწრებ და აი ეს მხარე რომ მე ავიღო, მე უკვე აქედანაც გადმოვალ და ეტაპობრივად მოვსპობ ამ არასწორებს. კაი. შემოვარტყათ ალყა 288 კაცნი არიან, არაფერი. კედლების აშენებაც არ მქონდა დამთავრებული. ასე რომ ამათ უცბად გავანადგურებთ. სამის კაციანი არმია მოვიდა, რა მაგრები არიან ჩემ. რა იყო, ხوار გაიჭედე ჯიგრებო. ვეღარ გავდივართო. ამათ კიდე, ეს შენიანები არიან. მეთქი კიდე სხვა სამეფოსთან აქვთ ომი თქო და ისე მაინც უნდა ვნახო. ვლანდია მარტო ჩვენ გვეომება. ვლანდია ჩვენ აუ აქ ომი დაიწყო ჩემ. მე თქო ვერ მოგისწრებს რომ თავი გავიგიჟო, ასე რომ მე რეგა გათავისუფლებ თუ დამარცხდებით არც ეგ არ არის პრობლემა. კაი, ეს კედელი ჩამოვიღეთ, ეხლა უცბად ტრუპები გავუშვათ. ეგ არის, დავიბრუნეთ ჩვენი კუთვნილი ციხესიმაგრე, ქალაქი უფრო სწორად. ეხლა აქ ცოტა ხანი მოვიხოდები, დაველოდები არმია გამოჯამრთელდეს და მერე გადავალ შეტევაზე ისევ და ისევ. კაი, არმია გამოვიძახე კიდევ, აქაც ალყა შემოვარტყათ, 2 დღის საჭმელი აქვთ. 287-ნი არიან სულ, მორალსაც დაუგდებთ ეხლა. მოგეთ ამათ შიმშილი დავამარცხებ ჩვეულებრივად. 2 ფართი კიდე მოსასვლელი არის. ცოტა ხალხი მის დავარეგრუიტე და ალყა შემოარტყეს რას? პენკანონს. ყვილა ჩავტოვე იქ ხას კაცები. ხუზაიტებთან უნდათ ბრძოლა ამათმა გადამრიეს, კაროჩე, რა სასტავი არიან. მე არ მინდა ვლანდია უნდა გავანადგურო თავიდან ბოლომდე. შენთან დიდი ბოდიში ძმაო, მაგრამ ჯერ არ მინდა. ყვილა მახარჯებენ ინფლუენს რა. რა ხუზაიტებთან ბრძოლა ხო არ გადაობენ ესენი ვაფშე. აი, საჭმელი მოკლედ აღარ აქვთ. ხალხიც ნელ-ნელა უკვდებათ, ზოგი გაურბის საერთოდ. მორალიც ეცემა და ეგ არის რა. სანამ კედლები ჩამოვუგრიოთ, მე მგონი სულად სამათ შიმშილით დავხოცავთ ყველას. აუ, იქ პენკანოს კიდე ალყა შემოარტყეს, დიდი ალბათობით მაგას კიდე დავკარქავთ რა. მოკლედ მეგობრებო, ამ მომენტიდან დაახლოებით მთელი ვიდეოს მანძილზე, სადღაც 20 წუთის მანძილზე საერთოდ აღარ იწერს და რატომღაც ჩემი ჩამწერი სტუდიო ხმას მხოლოდ ვიდეო არის გადაღებული და ხმა საერთოდ აღარ იყო. აქედან გამომდინარე მუსიკას დავადებ და ისე მიადევნეთ თვალი ამ ბრძოლებს და რაც მოხდა მოკლედ ამ აჩქარებულ კადრებში. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ და მაქსიმალურად შევეცდები რომ შემდეგი ეპიზოდებიდან მსგავსი პრობლემები აღარ იყოს არც ერთ ვიდეოში და აღარც ერთ ეპიზოდში. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინც გამიგეთ და გულით ბოდიშს გიხდით.
ხო, მოკლედ ეგ არის. რა ვთქვით, გავაკეთეთ, კედლები ჩამოვუღეთ, კატაპულტები მოუნგრიეთ. და აქ ნახეთ რა ხელა ფართი დარბის 782 476 და იქით კიდე 1000 რაღაცა იყო ხო 1152 ოპა კაი ამ ციხეს სიმაგრეს ახლა შევალ ბრძოლით ავიღებ და შემდეგი ეპიზოდიდან დიდი ალბათობით ამას ალყა შემოარტყავენ და ამ პეკანონის დაცვა მოგვიწევს რა კაი ეგ არის შევიდეთ ახლა და ვიბრძოლოთ მოკლედ ბოლომდე შემოვედით ყველა შეტევაზე გავუშვი ჩემიანები კატაპულტებს კიდე ესვრიან. აუ, აქ რა შვები, ჯიგრებო. რამდენი ხართ? სანამ ჩემი არმია მოვა, ასე რო გხოსოთ, პრობლემა ხო არ გაქვთ? უკვე მოვიდა. ერთი წამი. ეს რა იყო? What the fuck? აი, ეს პენკანონი ავიღეთ, ნახეთ რაც მოხდა. ეგრევე დამბრიდეს. ოკეი. ეგზოშენიაზე ავიდათ. ეხლა ესენი დიდი ალბათობით დაგვდებდებიან ასერაისთან უნდათ ომი. მოდი გამოვაცხადოთ ასერაისთან ომი, ჩვენგან რა მიდის, არც არაფერი. შემდეგი ეპიზოდიდან უკვე ასერაის დაუწყებთ ბრძოლას მანამდე. ეს არმია კი არის აქ, მაგრამ დიდი ალბათობით ალყა რაღა იყო და ზაზდადები. ეხლა უცბად მიდით. აუ, აქეთ ვაფშე რა ხდება, როვალ შემოარტყეს ალყა. აი, როვალს ვეღარ აიღებენ. კი ბატონო, ეგ არის ზავიც დავდეთ. არმია დავშალოთ ეხლა. მოიხოდებიან. ასე თუ ისე. ეხლა რა სიტუაცია გვაქვს? მოკლედ მოკლე მიმოხილვა რო გავაკეთოთ დღევანდელი ეპიზოდის. უცბად ესენი გავთიშო. ესე იგი როგორც იქნა გავანადგურეთ სტურგია და სტურგიის მთლიანი ტერიტორია რაც იყო მისი და სხვა სახელმწიფოს მიერ წართმეული, მოკლედ სხვა სახელმწიფოსთვის უпроსტად წართმეული, მოკლედ ყველაფერი წავართვით სტურგია გავაკრეთ, აღარ არსებობს, პატარ-პატარა კლანები დარჩა. ულანდიამ დაგვიწყო ომი და ულანდიასაც დედაუტირეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აი აქ ეს საწავიდა მარუნხათი წავართვით პენკანონი დავიბრუნეთ ისევ ჩვენია. აი ეს პატარა ციხესიმაგრეც წავართვით და აქეთ ამ ხარე მთლიანად გახდა ქართული ტერიტორიები. აი ხედავთ ორი ციხესიმაგრე და ორი დიდი ქალაქი ავიღეთ. უცებ რო გითხრათ შემდეგი გეგმის შესახებ, თუ კიდე დაგვიწყებენ ესენი ომს, უკვე დავიწყებ აი აქედან, აი ასე ორ ციხესიმაგრეს და ამ 4 ქალაქს ავიღებ და დიდი ალბათობით გადმოვინაცვლებ ამ გელანდისკენ. მოკლედ, ეხლა ასერაიმ დაგვიწყო ბრძოლა და ასერაი როგორც ჩანს, კიდე ომში არის ვიღაცასთან. ბატანიასთან არიან ბრძოლაში. იდეალური დრო არის იმისთვის, რომ ასერაიც შევასუსტოთ და გარკვეული ხნით ჩამოვიშოროთ, ასე რომ ვთქვათ. ეხლა ბატანია დიდი ალბათობით ამ ტერიტორიებს წაართმევს. შემდეგი ეპიზოდიდან ჩვენ ცოტა არმიას მოვხოდავთ და ბატანიას უკვე დავარტყავთ დაახლოებით აი ორტისიადან რა. აქ რაზიჰი ჩვენი არის უმეტესობა ყურად ასერაის უმეტესი ლორდი რაზიჰისკენ და აი ამ პატარა თამუნის ციხესიმაგრისკენ გადაიტანს ყურადღებას. ჩვენ კიდე საკმაოდ დიდი დრო გვექნება იმისთვის, რომ ამ ლაგეტას თუ ბატანია დაარტყავს, აი ამ ორტისიადან დაახლოებით აი აქამდე ჩამოვიდეთ რა. ესე შეიძლება რომ ავიღოთ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, ჩემი თხოვნა იქნება დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და დატოვოთ კომენტარი. შევხვდებით შემდეგ მე-11 ეპიზოდში. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ნახვამდის.